ქართულ პოლიტიკაში ვისურვებდი, რომ იყოს ზრდილობა მეტი და ურთიერთპატივისცემა. უფრო განათლებასთან დაკავშირებით ვისურვებდი მეტ დისკუსიას. ახალ ძლიერ სახეებს, რა თქმა უნდა, რომლებსაც სუფთა წარსული აქვს და იმით არ ემუქრებიან, რომ ეს ადრე ნაცი იყო ან რამე მსგავსი ლეიბორისტი ან პირობითად სხვა რამე. ეს არიან გარკვეული ინდივიდები, ვინც აკმაყოფილებს საზოგადოების აზრს, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიციური, ისე არალეგიტიმურად არჩეული, ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის არის, რა ქვია, უფრო მეტი გახსნილობა რო ქონდეთ პარტიებს და ხალხთან მეტი ურთიერთობა რა. მშვიდობას. მეტი არა, თავარია მშვიდობა. მე არც იმაში მიდაღებულა მონაწილეობას, არც იმაში ვიდები. უბრალოდ გამაინტერესა 12 წელიწადი არ გამივლია რუსთაველს. ნახულო, მშვიდობა კი არის. მშვიდობას ვისურვებთ. კორექტული საუბარი, ერთმანეთის მოსმენა და გქონდეთ რა ვიცი, ერთმანეთის უკეთ გაიგონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე მხარე უნდა დავრჩეს და მოусმინოს ერთმანეთს ჩემი აზრით. და შეაჯერონ ქვეყნისთვის უკეთესი რა იქნება. ბავშვები, აუცილებლად ბავშვების კვებას დავაყენებდი წინა პლანზე. ბავშვების სოციალურ მდგომარეობას მე თვითონ პედაგოგი ვარ და ვთვლი, რომ ბავშვი მშიერი არ უნდა იჯდეს გაკვეთილზე. ბავშვების მომავალზე უნდა ვფიქროთ. მე ვფიქრობ, რომ უფრო ახალგაზრდა თაობა უნდა წამოვიდეს პოლიტიკაში, მოვიდნენ პოლიტიკაში და იმათგან უფრო ველოდები მეც, ვიდრე ეხანდელი პოლიტიკა.